მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დაგიბრუნდით, ჩვენი განსხვავებული ფორმატით. შეგიძლიათ შეამჩნიოთ ჩვენი სიახლეები და ეს სილამაზე, რომელიც ჩვენი მეგობრების და მეოთხე სართულის დამსახურებაა, მაგრამ ეს სილამაზე არაფერი არ იქნებოდა, რომ უმშვენიერესი მარიანა არ ამშვენებდეს პოდკასტს. და დღეს მე და მარიანა შევეცდებით ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ვილაპარაკოთ და გავარჩიოთ. ეს თემა არის განათლების სისტემა. და ზოგადად სკოლიდან დაწყებული, როგორც ნათქვამია, სწავლა სიკვდილმდე შენიაო, რომ გავიაროთ, ანუ განათლება, სწავლა არის მარტო მხოლოდ რაღაც წიგნების წაკითხვა, თუ უფრო დიდი როლი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენ ცხოვრებაში. ამისთვის უნდა წავიდეთ როცა ჩვენ ამ გადაცემას ვაკეთებდით და მუშაობდით ამ თემაზე, მთავარი კითხვა დაიბადა ის, რომ ადამიანები მუშაობენ თუ არა საკუთარი პროფესიით და გვექნება მცირე კოლაჟი ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა, რასაც ჩვენი მეგობრები აკეთებენ და მადლობა მათ ამისთვის და შემოგთავაზებთ გადაცემაში ამ გამოკითხვას, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავიგებთ ერთად, უნდა დავიწყოთ თავიდან. თავიდან არის სკოლა, რომელიც სკოლაში ყალიბდება ძირითადად ცნობიერება, სწავლა უფრო მეტად, ახლა ბაღს არ ჩავთვლით ამ შემთხვევაში და რა ხდებოდა სკოლაში? რომ მივდიოთ, რატო სწავლობდით, რა იყო ჩვენი მიზანი? ჯერ მშობლები დავიწყოთ, მერე გადავიდეთ სკოლას. ჯერ სახლიდან დავიწყოთ ნებისმიერ ამის ძება. ხო, რაღაც კავშირში. განათლება ძალიან კარგი და საჭირო რამეა, მაგრამ ეს განათლება უნდა იყოს გააზრებული და არა ძალდატანებითი და იძულებითი ფორმა. იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრებაში ეგრეა, რომ ძალიან ცნობილ ადამიანებს თუ ავიღებთ, ვინაც ბევრ რამეს მიაღწია ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში არა, მსოფლიოში გულისხმობ ჩვენთან არ ვიცი. თითქმის ნახევარს არ აქვს სკოლა ბოლომდე დამთავრებული, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს თვითონ სისტემა, განათლების სისტემა რაღაცნაირად გიზღუდავს, რომ იყო თავისუფალი და რაც გინდა ის აკეთო. და ჩვენ რომ იქამდე მივიდეთ, უნდა დავიწყოთ, რატომ ვცდილობთ, რომ ჩვენი გონება მივმართოთ კონკრეტულად ესე, რომ სწავლის, კონკრეტულ რაღაცების სწავლის რაც შეიძლება არ გვაინტერესებდეს და რაც ძალიან მაგრად გამოგვდის, იმას მოვაკლოთ ჩვენი ყურადღება. ეს არის მთავარი ერთ-ერთი ამის გამოწვევი მიზეზი არის ოჯახი, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით და ჩვენ გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, რომ ისწავლე, რომ კაცად გამოხვიდე, რომ კაცი დადგე, რომ რამეს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ ეს და რომ ეს და რომ ეს და რომ ეს. დამოკიდებულება ძალიან შესაბამისი ქონდათ. თუ კი ბავშვი მიიღებდა 2 ან საოცრებად ეჩხუბებოდნენ და თუ კი ბავშვი მიიღებდა 5-იანს ან 10-იანს ან უმაღლეს შეფასებას მოკრეთ, მაშინ ძალიან კარგი შვილი იყო. შესაბამისად, ბავშვი რაღაცნაირად ცდილობს, რომ მშობლის კეთილგანწყობა მოიპოვოს და სიყვარული იყიდოს. და სწავლობს საგანს, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს, იმიტომ რომ მშობლები მერე ჩაეხუტონ, ან რამე უყიდონ, ან ნებისმიერი ან კეთილგანწყობა უკვე მისი მოიპოვოს და არა იმიტომ რომ პირობითად რავი, მაგალითად გეოგრაფია მაგრად აინტერესებს, ან ისტორია, ან ნებისმიერი საგანი არა აქვს რა, ეხა მნიშვნელობა. ძალიან კარგია თუ ყველა საგანი აინტერესებს ადამიანს და ყველაფერი აინტერესებს და ეგრეც უნდა იყოს, რომ ყველაფერი გაინტერესებს და ყველაფერს სწავლობ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იძულებითი. და ჩვენ რო ვცდილობთ, რომ კარგი შვილები გამოვიდეთ, იმიტომ რომ მშობელს გაუხარდეს, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენი ნიჭი იბადება, ის რაც ჩვენ რო დავიბადეთ და დავყვა და რაც გვინდა რომ ვაკეთოთ, ის იბლოკება, იმიტომ რომ მე უნდა ვიმეცადნო უცებად მათემატიკა და ჩემი ხატვა ან მუსიკა ან ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი რამე, რაც შეიძლება ჩემში იყოს, ეს უნდა ჩავკლა. ან პირიქით, უნდა ვისწავლო ქართული და არ ვისწავლო მათემატიკა, ან მსგავსი რაღაცებია ძალიან გავრცელებული, რაც რისი საწყისი პრობლემაც არის პირველ რიგში ოჯახი. რომ ბავშვს არ ეუბნებიან სწორად, რაში ჭირდება განათლება და რატომ უნდა იყოს განათლებული ადამიანი. და მანდაც ძალიან განსხვავება ინტელექტუალურ ადამიანსა და განათლებულ ადამიანს შორის, შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი ქონდეს ნაკითხი, მაგრამ არ ქონდეს თუთიყუში იყოს და დადაპირებული ქონდეს რა. ვიღაცების, ძალიან ბევრი მოაზროვნეს სიტყვაზე ან რაღაც მეცნიერის თუ ვიღაცის იმით გელაპარაკებოდეს ენით, მაგრამ თავისი აზრი არ გააჩნდა. მოსიარულე ენციკლოპედიები არიან ეგეთი ადამიანები. ვიკიპედია, ხო? ძალიან წყნარი და ესეთი
მშვიდი და ძალიან ცოდნე სახით რომ გეუბნება ვიღაცის მაგათად კანტის სიტყვებს ან მაკიაველის სიტყვებს და იქ ზუსტად იმ სიტყვებით გამომდინარე, ანუ იმ სიტყვებს გეუბნება და რატო უნდა იყოს ესე? ოღონდ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გძნობს. ხო, ანუ თავისი აზრი არ გააჩნია, ანუ თავისი ხასიათი არ გააჩნია, ანუ ხასიათი უნდა კონდეს რა ყველა ადამიანს, ყველაფერს თავის ხასიათი უნდა კონდეს. ის მოდის, ძალიან კარგია რომ ყველაფერი იცის, ყველა ფილოსოფოსი წაუკითხავს, ყველა წიგნი წაუკითხავს შეიძლება რაც არსებობს სამყაროში, ძალიან კაია, მაგრამ თავისი არა აქვს და იმ სიტყვებით მელაპარაკება და უკვე კარგია რომ მოსიარულე ენციკლოპედია, რამე თუ დამოწა შეიძლება მითხრას რომ ამ გვერდზე ესე წერა ძალიან კარგია ეგ. მაგრამ ვისთვის არის ძალიან კარგი? ჩემთვის, რომელსაც ინფორმაციას მაწვდის თუ თავისთვის, რომელსაც თავისი აზრი არ გააჩნია. კი, ანუ რა ვთქვათ, კრეატიულობა აქ ადამიანს დაკარგული, ანუ კრეატიულობის ეს უნარი თავიდანვე ის არის, ჩამკვდარი არის, აი ამ ზუსტად ამ დაზაპირებების და გამო შეიძლება მართლა გაგაუცოთ ისეთ რაღაცებზე გესაუბროთ და მართლა ვიკიპედიას ავიცოდნა უნდა კონდეს ადამიანს, მაგრამ მას არ შეუძლია რაღაცის წარმოქმნა, მას რაღაც აი ეს კრეაციულობა მისთვის უკვე ძალიან დახშული არის და აი ეგ მინდა ეგ თემა გავაგრძელო მშობლის როლი და მშობლის ჩარევა განათლებაში რას აი ფსიქოლოგიურად ხო რას იწევს და რატო აი მხოლოდ მე მაგალითად აი ჩემ სწავლის პერიოდში არა მხოლოდ მე ჩემი თანატოლები და ასე შემდეგ ანუ შიში წროდნენ, როცა აი დაბალ ნიშანს ღებულობდნენ და აი ზუსტად შენ რას თქვი, მაღალ ნიშანზე აი ყველა რაღაც სახე გაბადრული იყო და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე სწავლა თავისთავად გამოირიცხა, ხო? ანუ ის მარიანა რასაც ამბობდა, რომ გეოგრაფია იქნება, ეს მათემატიკა და ეს შეუძლებელია, რომ 5-6 წლის ბავშვი, ხო, აი წარმოდგენა კონდეს საგანთა არსის შესახებ, რომ აი რა უყვარს და გულით გვითხრას, რომ აი ამაზე გიждდები რა. შეიძლება ეს ტენდენცია კონდეს, მაგრამ ეს ტენდენცია უნდა განვითარდეს, მაგრამ პირველ ყოფილ მომენტში და აი ამ ჩანასახში არის მხოლოდ მშობლის მომენტი, რომ მშობელი რაღაცაზე სჯის, რაღაცაზე ესე ვთქვათ, როგორც ასაჩუქრებს. ხო, და სიყვარულს გამოხატავს მის მიმართ რა. ეს ხო და აქ ფსიქოლოგიურად იმის თქმა მინდა რომ აი წინა პოდკასტში რაც ვქვი რა არსებობს ემოციური სიცივე და ემოციური აი ეს რაღაცა ის მომენტი რა სითბო და ან ბავშვი სწავლობს ამის მიხედვით რა მე თუ მივიღებ აქ სიტყვაზე დაბალ ნიშანს მექნება ეს ემოციური სიცივე გამრიყავს მშობელი იქ რაღაცა ფრაზები ამერე რომ აი შენ ესე და რა ვთქვით ჭყალებში ნუ დებილიზმი ზოგადად მეცნიერული ტერმინია, მაგრამ აი დებილების სკოლაში ჩაგაბარებთ, რაღაც აი შენი ქვა იმას გავხარ და ასე შემდეგ. მსგავსი ბევრი აი ესეთი ტიპის რაღაცა, რომელიც ბავშვის ფსიქიკაში აი საკმაოდ რთულად აღსაქმელია და რთული გადასახადია, როცა ჩემი მშობელი, აი ჩემთვის სათაყვანებელი და ყველაზე საყვარელი ადამიანი მეუბნება იმას, რომ აი რაღაცის გამო, რომელიც უბრალოდ ვერ გავიგე, ანუ არ არის ჩემში, ვერ ვცნობ, ხო, ბავშვი ვარ და მაცფელი ვარ და არ ვიცი მოტყუება რატო უნდა მოვიტყუო საერთოდ. კი, მაქსიმუმ აი ეს რომ აი ჯერჯერობით არის რაღაც თამაშის პერიოდში ვარ, რაღაცა ეს გადასვლა. თვითონ აი სკოლაშიც რომ მიდის ბავშვი, რამხელა სტრესია, ხო? უმეტესობა ტირი, სიფშალება, იმიტომ რომ მართლაც ეგრეა, ხო? ახალ გარემოში, უცხო გარემოში უწევს იქ ადაპტირება და პლუს ამას რაღაცა საგნები, რომელიც აი გინდა არ უნდა ისწავლო. უნდა იმას აკნავს. კაი ნიშანი მიიღო, უკვე რამდენი უნდა შემოდის ბავშვის გონებაში, რომელიც სტრესულია და პლუს ამას ემატება ყველაზე მთავარი, რომ მშობელი, შენ ამით განჭის, შენ ამით იმსახურებ მშობლის სიყვარულს თუ მშობლის აი ამ სიცივეს, რომელ სიცივეზე ვლაპარაკობდი და ეს ანუ თავიდანვე ის არის. თან ბავშვის პატარა ასაკში მithumedes პირველი, მეორე კლასი კიდე უფრო აი ძალიან რთულია, რომ ბავშვი რომელსაც თამაში და მოძრაობა უნდა და ცოცხალია და აი რაღაც აი ცეცხლივით არის, რომ უნდა იჯდეს 45 წუთი და რაღაცას უსმინოს. ანუ იმას დისციპლინა სხვა რამეა. აი, ეგ არ არის დისციპლინა, ეგ უფრო აი ტანჯვაა, რომ ბავშვი, რომელსაც ახლა მე თამაში მინდა, ხატვა მინდა, რაღაცა სხვა მინდა, რომ იძულებული ვარ, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში 45 წუთი და ესე ვიჯდე და ვუსმინო რაღაცა გაურკვევას, როცა ანუ მანდაც უნდა იყოს ასაკის შესაბამისი რაღაცეები უნდა იყოს, რომ თამაშით სწავლება უნდა იყოს, ეს პირველი 4 კლასი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მერე უნდა იყოს აი შედარებით დისციპლინაზე ორიენტირებული, ხო დისციპლინა საჭიროა და პასუხისმგებლობის გააზრება ადამიანურად. თუმცა ეს რაღაცეები რომ ფორმას გააჩნია, როგორ ისწავლება, აი
სწავლა მასწავლებელი უფრო სწორად, ანუ არის სისტემის ნაწილი. და ეს სისტემა რაღაცნაირად თავისნაირად გაქცევს, ანუ სისტემას სჭირდება წითელი დიპლომი იდეაში. მშობელი გეუბნება, რომ ძალიან კაი წითელი დიპლომზე თუ ისწავლე და შენც უკვე თავში იდეებ, რომ მე წითელი დიპლომზე უნდა დავამთავრო სკოლა, უნივერსიტეტი რაღაცა. დიპლომი. ამას გაიძურებს სისტემა, იმიტომ რომ შენ თუ იმ ზუსტად იმ რაღაცებს სწავლობ, რასაც გაძრავენ სკოლაში სისტემის მიერ ბეჭედ დარტყმულს. შენი აზროვნება მიდის აი სწორხაზოვნად და იმის იქეთ ვერ ვითარდება. შესაბამისად, შენ ძალიან კარგი მუშახელი ხარ სისტემისთვის და ძალიან კარგი ჭანჭიკი ხარ დიდ რაღაცა საათის მექანიზმში. ხო, ანუ მოშაობ რა, აი როგორც Pink Floyd-ის ყველაზე ცნობილი ტრეკში, რომ კი, რომ აი მე შემიძლია შევიდე ადამიანი და იქიდან გამოვიდე უკვე რობოტი, იმიტომ რომ სისტემას ეგ აწყობს. კი, აუცილებლად ეს დიპლომები, სრო აი ამას კარგი დიპლომი აქვს, მაგრამ იდეაში მე რეალურად ეს წითელ დიპლომიანი ადამიანები მიდიან რომ დაასაქმონ ეგრეთ წოდებულმა ოროსანმა ბავშვებმა სკოლაში. იმიტომ რომ მე შეიძლება იმხელა ძალა მქონდეს ჩემ თავში რომ გავუწიო მშობელს წინააღმდეგობა ან ავუხსნა ან გამიგოს ან ესმოდეს უბრალოდ ჩემი იმასაც რომ მე ამ საგნებს 5 საგანს ვისწავლი, 4 არ მომწონს პირობითად და რაღაცაში ოროსანი ვარ, რაღაცა ძალიან მომწონს და ვაკეთებ და იმიტომ რომ ეს ჩემი ფანტაზია გაშლილია და კრეატიულობა მაქვს, რაც თავარია და კრეატიულობა არ არის ჩემში ჩამკვდარი და ეს სწორხაზოვანი. მაგის გამო მე შემიძლია რომ წარმატებული გავხდე და მე ეს ხუთოსანი ჩემთან მოდის რომ რაღაცაზე დავასაქმო არათავისი პროფესიით და თან სწორი პასუხი, ანუ სკოლაში არის სწორი პასუხი, რაღაც რო არის მასწავლებლის მიერ ნათქვამი. და ეს მასწავლებლის ყველა ფრაზა არის ჩვენთვის უპირობოდ კი ეგ არის. მასწავლებელმა თუ თქვა, აუცილებლად ეგ არის და რატომ კითხვას არ ვსვათ, რომ აი რატოა ეგრე? აი რატო? ამიხსენი, შინაარსი გამაგებინე რა, ანუ ჩემი სიტყვებით რო ვთქვა, მაგის უფლება არ გაქვს, რომ აი აუცილებლად იმ რაღაცა დაშტამპული სიტყვებით და საზეპიროები რო აკეთდეს საერთოდ სკოლაში, ის საზეპიროებით და რაღაცებით აი ეს საზეპიროები კატასტროფა. შენ ახლა მეორე იმაზე გადახვედი, მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც თავარი ნაწილი სისტემა მასწავლებელი სკოლა. სისტემა მასწავლებელი, ხო, მასწავლებელი ჩემი გაგებით, ანუ სისტემის წარმომადგენელი არის. ანუ აქაც უნდა აღნიშნოთ, რომ როგორც ყველა პოდკასტში და ყველა თემას აქვს თავისი ორი მხარე, აქაც არიან ძალიან ისეთი მე შემხედრია ჩემი რაღაც სკოლის პერიოდში. ძალიან კარგი მასწავლებლები და ვიცნობ კიდევაც რომელიც ანუ ჰუმანურად ადამიანად უდგება ბავშვს, მაგრამ ძირითადად არის ის, რომ აი ზუსტად სისტემის სახელით გელაპარაკება, აი ეს რო იყო რაღაც იუმორნარევი გამოთქმა, რომ მასწავლებელი საპირფარეშოში არის დადის რაღაც. და არ გემეგობრება. მასწავლებელი ხა არის, ანუ ისევ ემოციურ სიცივესთან მივდივართ, რაღაც განყენებული ფიგურა, რომელსაც ანუ ძირითადად შემთხვევაში ბავშვს ეშინია, იმიტომ რომ ანუ მასწავლებლად შეუძლია რომ დასაჯოს და არაერთი შემთხვევა იყო რომ იქ ფიზიკური შეხებაც ეგ კიდევ ძალიან რთული თემაა და ცალკე საკითხია რომ აი მასწავლებელს რამდენად აქვს ხელის შეხების უფლება და შემდეგ რაც ძალიან უხვად იყო ჩემს პერიოდშიც და ну აი რაღაცა ეხა არ მგონია, მაგრამ აქ-იქ იქნება მაინც. ხო და აი მასწავლებელზე რომ კიდე გავშალოთ თემა, მასწავლებელი რომელიც სისტემაა და რომელიც მხოლოდ ბრძანებით კილოში მელაპარაკება, ხო? ის ვერანაირ განვითარებას ვერ მომცემს, ის ამ კრეაციულობის მომენტს, ხო? ეგრევე კლავს ჩემში, ხო? აი საკონტროლო რო იწყებოდა, ფეხების კანკალი გქონდა ყველას, ხო? იმიტომ უმეტესობა იყო ორი ბეჯითი მოსწავლე, ორი ის აპატიეთ მეგობრებო, ანუ ამას სულ გაგებთ, აი ეს რობოტი, რომელიც აი ეგრე იზეპირებდა და წერდა და მე ყველანი ვიწერდით და რაღაცა იმის, იმიტომ რომ ხანა იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ რაღაცა ის სურვილი და ეს არ გქონდა რაღაც კონკრეტული საგანი გვესწავლა. აი ეს მომენტი იყო შიში იყო უკვე თავიდან. შიში იყო წინაღობა ის მომენტში რომ ამ მასწავლებელი რომელიც მხოლოდ მოთხოვნის ტიპი იყო რა. ის კი არა რომ აი რაღაცა ვერ ვისწავლე, ხო? აი რაღაცა ვერ გავაკეთე, რაღაც არ შემიძლია ან სხვანაირი მიდგომა მჭირდება, ხო? ეგრევე მოთხოვნაა რა. ხო და აქვე მინდა შევეხო რა სხვა ქვეყნების და სხვა რაღაც განათლების სისტემებს, რომელსაც აი მაგალითად სკანდინავიური და ფინელებს აქვთ რა, მსგავსი ტიპის შერასაც ამბობ. 4 წელი გადის ამ თამაშთან დაკვირვებაში, რისკენ აქვს ბავშვს ტენდენცია. ჰუმანიტარული საგნების, ტექნიკური საგნების, ხატვა უყვარს, ერწყვა უყვარს, რა მოთხოვნები საითკენ აქვს, ხო, მიდრეკილება, ამას აკვირდებიან დიდი მოთმინებით და ინდივიდუალურად მიდიან ბავშვებთან, ელაპარაკებიან რაღაცა იმ ტენდენციებს უფრო
უღრმავებენ და მე ამის მიხედვით უკვე ხვდებიან რომ საით აქვს ხო ანუ საით უნდა წავიდეს ეს ბავშვი და არა ისე რომ აი მაგალითად აი შენ საკონტროლო უნდა დაწერო აი დავალებას თუ არ რაღაცა იმ შენ შობელს ვეტყვი იქ რაღაცა არ მგონია რომ ეხლა იმ ქვეყნებში ეგეთ იყო და აი დაშინების მომენტი რომ აი ეხლა შენ შობელს აბა შობელი მომიყვანე ხვალ ანუ მინიმუმ სტრესია მართლა 6-7 წლის ბავშვებზე გვაქვს ლაპარაკი ახლა დასულ ადამიანებზე ხო არა რომ რაციონალური აზროვნება მოვთხოვთ და მოდი ამის ნუ შეგეშინდება გატერორებს ადამიანი რა ეს უნდა დაწერო ამას ესე თუ არის ამ ჩობელს მოვიყვან თუ არა და დირექტორთან მიგიყვან ან მე თვითონ დაგჯი რაღაც სახაზავს ჩაგარტყავს ხელში თუ კუთხეში დაგაყენებ და თუ ასე შემდეგ და ეს არ მგონია რაღაცა სწავლა განათლების ის იყოს რაღაც სიკეთე ან რაღაც წაადგეს სწავლა განათლებით ანუ არის ეგ მომენტი რომ მე გავხდე რაღაცა რუსებს აქვს ეგეთი გამო სუბრიაჩკა ანუ ეს მოზეპირე ტიპი რომელიც აი მე რაღაც დავიძებ და ვიქნები ჩვეულებრივი პროგრამა თუთიყუში ანუ ვეფხვის ყავსანსაც აი მართლ ჩაგაბარებ მაგრამ აზრს ვერ გამოვიტან ხო აზრს ვერ გამოვიტან ხო ეგ არის მთავარი რომ ყველა ადამიანს განათლებას იმიტომ ვიღებ რომ ჩვენი ხასიათები ჩამოგვიყალიბდეს ეს ხასიათი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ხასიათი არა აი ჩვენი შინაგანი საქმე და აი რა გინდა რომ აკეთო იმიტომ რომ განათლება იმდენად ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი განათლება და სწორი მიმართულება რომ აი განათლების მიხედვით ჩვენ ვირჩევთ პროფესიას. პროფესია არის ყველაზე პირველი რაც შეიძლება ადამიანმა აირჩიოს თავის ცხოვრების მანძილზე, იმიტომ რომ მე ამ საქმეს აკეთებ. დარჩა, ანუ მორჩი სწავლას, აი რავი, ყველა იქ ჩააბარე, დოქტორა, რაღაც ყველაფერია და ის რაღაც 25 წლისა მორჩი უკვე სწავლა განათლებას. კაი 30 შეიძლება კიდე სწავლოთ, მაგრამ უკვე მუშაობას იწყებ. ანუ 25 წლიდან შემდეგი 25 წელი და შემდეგი 25 წელი აი ღმერთმა ყველა ძალიან დიდხანს აცოცხლოს კაცო. ანუ აი ეს დაახლოებით 50 წელი უნდა იყო ამ საქმეში და ის საქმე თუ ძალიან არ გიყვარს, მაშინ მთელი ცხოვრება უბედური ხარ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მუშაობ და აკეთებ იმ საქმეს, რომელიც არ გიყვარს და მე დროთა განმავლობაში რო არ გიყვარს, გეზიზღება. გამარჯობა. მუშაობთ თუ არა თქვენი პროფესიით და რა პროფესიის ბრძანდებით ახლა? ვერ ვიტყვი რომ მუშაობ ჩემი პროფესიით, მაგრამ ნაწილობრივ შეიძლება ითქვას რომ მუშაობ, ანუ ჩემი პროფესია არის ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკის და ბიზნეს ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ბიზნესის კუთხით არ მუშაობ. კარგი და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ დღევანდელი სამსახურით? იცით როგორ არის ჩემს შემთხვევაში, იმდენად მორგებულია ჩემი გრაფიკი, მართალია ხელფასი არ არის ძალიან ესეთი მაღალი, მაგრამ მორგებულია ძალიან პირობები მაგ მაყოფილებს, ამიტომაც ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ. კარგი, მადლობა ძალიან. გამარჯობა. გამარჯობა. რა პროფესიის ბრძანდებით და კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ამჟამინდელი პროფესია? კი. ნორმალური ხელფასი მაქვს. რა ვიცი. ჯერჯერობით ნიჟალო რაც თქვია რა. კარგი, მადლობა ძალიან. გამარჯობა. გამარჯობა. რა პროფესიის ბრძანდებით და ხართ თუ არა თქვენი პროფესიით დასაქმებული? ფსიქოლოგი ვარ და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების ვარ დამსაქმებული. შეიძლება ითქვას რომ ვარ ჩემი პროფესიით. კი ბატონო, რამდენად ხართ კმაყოფილი თქვენი ამჟამინდელი პროფესიით? ჯერჯერობით სტაჟირებას გავდივარ, ამიტომაც დასაწყისია, უფრო ვსწავლობ ვიდრე მუშაობ, ამიტომაც კმაყოფილი ვარ. კი ბატონო, და თქვენი მოლოდინები რა თქვენ პროფესიასთან დაკავშირებით? ვფიქრობ სტაჟირება საკმაოდ მეტ გამოცდილებას და ცოდნას მომცემს და ველოდები ამ მიმართულებით ჩემ განვითარებას. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. მუშაობ თუ არა თქვენი პროფესიით და რამდენად მუშაობ პენსიონერი ვარ. კი ბატონო, რა პროფესიის ბრძანდებოდ? პედაგოგი ვიყავი. კი ბატონო, გიმუშავია თქვენი პროფესიით? და რამდენად კმაყოფილი იყავით? იმ დროს კმაყოფილი ვიყავი. პროფესიას ჩვენ ვირჩევთ იმის მიხედვით, რა მოიტანს ბევრ ფულს, რა არის შემოსავლიანი და რა უნდა ჩვენ ოჯახს.
ანუ ჩვენ რა გვინდა მაგის მიხედვით პროფესიას ძალიან ცოტა ირჩევს რომ მე ეს მინდა ანუ არა ეს ჯობია დედა აქ უფრო მეტი ფული იშოვება მამა არა ეს ჯობია ბაბუა აქ სუფთად იქნები აქ ეს და ანუ სხვები გილაგებენ ანუ და მე შენ რო უკვე დიდი რო ხარ და დასრული რო ხარ მე იაზრებ რომ ძალიან არასწორ ადგილას ხარ და ძალიან სხვების ცხოვრებით ხარ ნაცხოვრები და შენ შეიძლება უბრალოდ გინდოდეს რომ აი ფერმერი იყო, წახვიდე და მიწაზე იმუშაო, ძროხები ყავდეს, მაგრამ არა, ეგ სირცხვილეა, როგორ შეიძლება, აი, მირჩევნია, რომ აი შეიძლება ძალიან მამშვიდებს ჭურჭლის რეცხვა პირობითად რა და მინდა რომ სადმე რესტორანში იმუშაო, წყნარად შვიდად მუსიკა და ჭურჭელს რეცხავდა, იმიტომ რომ ეს მამშვიდებს, მაგრამ მე მეუბნებიან რომ ეს ძალიან ცუდია, ეგ არ შეიძლება, ეგ მაგას ჯობია ბანკში იყო, ანუ რატო უნდა ვიყო ბანკში ან ინგლისური უნდა ისო. ხო, ეგეთ რაღაცეებში, ანუ ვიღაცა რატო მიწყვეტს მე რა ვაკეთო და ეგრე ირჩევენ მე პროფესიებს და არიან მე აი ეს. კი, ხო და ამერიკ საინტერესო მომენტი, საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ეგ რომ ანუ თუ არ ჩააბარა აი მაგალითად მოზარდმა მე აი სკოლას რო ამთავრებს რაღაც არის კატასტროფა. ანუ თითქოს ანუ ადამიანი ეს მოზარდი რომელიც არაბარებს არის რაღაცა გარიყული ტიპი, რაღაცა თითქოს ანუ ეს არის აი როგორ წარმოაჩენენ ამ ყველაფერს რომ ანუ ორგანული მომენტია რომ უნივერსიტეტში ჩაბარება არის რომ თუ არ ჩავარ რაღაც ხელი მოგაჭრეს ამ მსგავსი ტიპის. აი რატო არის ეს ტენდენცია კიდე სულ მიკვირდა რა. აი სულ იყოს მომენტი იგივე ამა ხო და ეს თემა ანუ რო არ გამომჩის აუცილებლად უნდა პარალელი გავა საბჭოთა კავშირის დროინდელი სწავლის სისტემასთან. ზუსტად იგივეა. მაშინ რო იყო ეს ყბადაღებული სამედიცინო რა. ეს ხალხი 10-12 წელი სწავლობდა და აბარებდა. დაახლოებით იგივე მომენტია ეხაც რომ და ჩემ პერიოდშიც მე როცა ანუ სტუდენტი ხდებოდი რაღაც რომ აი უნდა ჩააბარო რატო რისთვის სად მიდიხარ კაი ჩავაბარე მე სადღაც ოღონდ სადღაც მოხვედრილი ყავი და რაღაც სტუდენტი ხარ და მე აი იმ სტუდენტობის მერე რომ იქ რაღაც ფულს იხდი რაღაც ხო რა მიშობა რაზე მოხვდები და სად მოხვდები ხო აი ზუსტად ეგ აი არა აქვს მიშობა რაზე მოხვდები და სად მოხვდები უნდა ჩააბარო ყოველ მიწის გარეშე სხვა გზა არ არის თითქოს აი აქაც ფსიქოლოგიური მომენტია რომ ამის გარდა სხვა გზა არ არსებობს რა ეხლა წარმოიდგინეთ რა იქ ბავშვის თემაში რო ამბობდი რომ აი კარგ ნიშანზე ცუდ ნიშანზე აქაც აი ესე არის რა ჩაბარება ვერ ჩაბარება თუ არ ის დიპლომას ასწორო როგორ კიდე აი თუ ჩააბარებ მამა მანქანას გიყიდი თუ ვერ ჩააბარებ წახვალ ჯარში ან რაღაც ხო რაღაცა ეგეთი ის იყო და რათა პარადოქსი ისაა რომ მან ჩაბარება გიხსნი და ჯარიდან რა ეგ მომენტი იყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში მაგიტომაც ჩააბარე ხო და აი ეს რომ უნივერსიტეტი გააზრებულად ძალიან კარგია, იმიტომ რომ იდეაში სულ უნდა ისწავლოს ადამიანმა თავის პროფესიაში და ყველაფერი რა, ბევრი ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ, ღრუბელივით უნდა ვიყოთ და იმიტომ რომ ეს ჩვენ გვადგება ისე ვიღაცის გამო კი არა ჩვენს გამო და თუ ვინმეს დაჭირდება, მე ჩვენ დავეხმარებით, კი ბატონო. უნივერსიტეტი ძალიან კარგია, მან ვიძენ ჩვენ ადამიანები კავშირებს. მაგრამ ჩვენ უნივერსიტეტში რო ვაბარებთ, იმას კი არ გვეუბნებიან, რომ მან შენ კავშირებს იპოვი. მაშინ უკვე გასაგებია რომ მე იქ შევიძენ მეგობრებს, ახალ მეგობრებს, რომელთაც შეიძლება მთელი ცხოვრება გამყვნენ, ან ეგ არა სოციალიზაცია, რომ ის მე რაღაცაში დამეხმარება, მე იმას რაღაცაში დავეხმარება, ხელი ხელს მას და ეგ არის უნივერსიტეტი იდეაში სუფთა ეგ არის, რომ მე ახალი ადამიანები გავიცნო და მქონდეს კავშირები. როცა დამჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთან ზოგადად ეგრეა რა სამყაროში. გააჩნია ვისი ნაცნობი ხარ და ვინ ყავს კავშირი. მოორჩა იმის იქეთ, შენი თავში რა გიდევს, არავის არაფერი არ აინტერესებს. თუ ეგრე აუხსნი შვილს, გასაგებია, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა ჩააბარო ისე გარეთ თუ დარჩები. აუცილებლად გეუბნება რომ მენაგვე გამოხვალ, ანუ ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით და ანუ ის სტრესები და ვაიმე, სადმე ჩავაბარო, ოღონდ ეს მშობელსაც არაა გააზრებული, იმიტომ რომ იმანაც ეგრე ჩააბარა. ეხლა წარმოიდგინე რომ ბიზნესს სწავლობ 4 წელი, მე ბიზნესზე ჩავაბარე თავიდან და მალევე გადავიტანე ეს ჩემ თავს კვენ ამ შემთხვევაში, რომ ანუ ბიზნესს სწავლობ 4 წელი, იხდი სკოლაში უნივერსიტეტში გადასახადს 2250 ლარს. ეხლა რამდენია არ ვიცი, ამ დღეის მონაცემებით, მაგრამ ზოგადად და მაგის ზევიდან კვების ფული გინდა, ტრანსპორტის ფული გინდა, ის რომ შენ არ მუშაობ და ოჯახმა გარჩინოს წასვლა, ანუ დიდი თანხა გჭირდება ჯამში. როცა შეგიძლია რომ ეს თანხა ერთიანად აიღო ბიზნესზე რო სწავლობ და შენი ბიზნესი დაიწყო.
მაგას აკეთებენ ოროსნები, რომლებსაც მე ძალიან დიდი ბიზნესები აქვს და ასაქმებენ მე იმ პრიადოსნებს, რომლებიც სკოლაში ხუთიანებზე დაამთავრეს, გაიზეპირეს, ვიღაცასთან ემზადებოდნენ, რაღაც მთელი ამბავი მე უნივერსიტეტზე დაიზუთხეს და თავისი აზრი ვერ გამოიტანეს, მორჩა უნივერსიტეტი არ გასაქმებს, ეგეც მოგეხსენებათ, არის საწახვი და ამდენი კონკურენტი ყავს, რომელიც ცოცხლად აზროვნებს შენგან განსხვავებით და შენ მიდიხარ შენ კლასელთან, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს, აგერ უკვე სანამ შენ 4 წელი სწავლობდი უნივერსიტეტში, ის ბიზნეს სწავლობდა და აკეთებდა და აყვავდა და მიდიხარ და ეუბნები, რომ აი რავი, ხო არ გინდა რომ დაცვაში ვიმუშაო შენთან, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა არ გაქვს, არ მიგიშვებს. ეგ არის რა. აი ცუკენბერგი, ილონ მასკი, აი რავი რა. კი, ბევრი ესეთი ცნობილი ადამიანი სკოლიდან არის პირდაპირ გაგებით გაქცეული და თავიანთი ცხოვრება დაიწყეს და აი იმას მივოდექით აქაც მნიშვნელოვან მომენტს, რომ სკოლა და ეს დაზეპირებული განათლება არ ნიშნავს წარმატებას რა, ანუ აი ზუსტად ეგეთი მომენტია, რომ ვიღაცამ უბრალოდ ეს დრო არ დაკარგა და პარალელურად აკეთა ისე მაგალითად თუ ბიზნესი მიყვარს და ბიზნესი სულ არ არის რაღაცა იმაში თუ 8 წელი არ ვისწავლე და თავი არ ურტყი და ქვეყანა ფული არ ვიხადე, მე თვითონ რაღაცა ის დავიწყო და ცოცხლად მქონდა ამ საქმესთან შეხება და არა თეორიულად, ხო? იმიტომ თეორიულად, იმიტომ რჩება, რომ ეს უნივერსიტეტები, ხო, პრაქტიკაში ყველაფერი სხვა არის. უმეტესობა არ გაძლევს იმის საშუალებას მე, ხო? ნუ სადღაც შეიძლება გაცვლითი პროგრამას ერთი კვირით გაგიშვას დაისვენო იქ, მაგრამ იმის მიქით აღარ ვითარდება. არც სამე კომპანიაში გასაქმეებს, არც არაფერ უმეტესობაზე მაქვს ლაპარაკი, ხა თუ რაღაცა ძალიან მაღალ ძვირ დასახადიან უნივერსიტეტებს გულისხმობ, შეიძლება იქ იყოს, მაგრამ ეხა ყველას ისიც ვერ დაასაქმე. ხო, ეხა 7000 евро რო გაქვს წელიწადში გადასახდელი და ის, ნუ ეგ რაღაცა ეგ შეუთახვედრია, რომ აი 7000 ევროს წელიწადში იხდი და მართლა რომ ბიზნესს სწავლობ. კაი რა. ხო, აი, ხო ხდება, აი დაიწყე 7000 ევროდან, აი 4 წლის მანძილზე ეს თანხა რო შეკრიბო და ბიზნესი დაიწყო, 4 წელში მილიონებზე შეიძლება გახვიდე, იმიტომ რომ პრაქტიკაში ყველაფერი სხვა არის, თეორია ძალიან მარტივია და მხეცები ვარ და თეორიულად ეხა შეიძლება მე რავი ნეიროქირურგი ვიყო ძალიან მაგარი, თეორიულად, მაგრამ საქმე სისხლო დავინახავ, ეგრევე გავითხრმე დავეცემი დაფლა. ხო და პრაქტიკას ბევრად დიდი წონა აქვს და ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აი ესე წყლობით ანუ ცხოვრების გაკვეთილი უფრო ძვირადღირებულია. იმას რა ქვია, ასეთ გამოცდილებას უნივერსიტეტებს, ეგრე 5 უნივერსიტეტი მაქვს მოვლილი რა. ანუ ჩამოთვლი ამ 5-ვეს, პირველი იყო ეგრე რა, ოღონდ სადმე შევიდე და რაღაცა და იქ რამენაირად მოხდი. ეს იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის განხრით და სხვათა შორის ძალიან კაი პროფესია და თუ არის ამ ქვეყანაში სადმე მორჩენ გეოლოგები, რომ აი ყველაფერი რო ინგრევა და მეებზე კლდეებზე კორპუსებს აშენებენ და ასე შემდეგ, ძალიან საჭირო პროფესია, მაგრამ არ ვიცი გეოლოგი გაგია, სადმე აი გეოლოგია და რაღაცა, სადღაც შეიძლება იმებში არიან, არ ვიცი, მიწის ქვეშ. და იქ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ და არავინ არ უსმენს. არავინ არ უსმენს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კაპიტალიზმია და ვისაც ბევრი ფული აქვს, თუ უნდა იმაზე ააშენებს, რა ვიცი. ბეწვის ხიდზე ააშენებს იმ კორპუსს. მეორე იყო საბანკო საფინანსო, ეგეც აი ესე უბრალოდ შევარდი, რაღაცა. მესამე იყო PR ტექნოლოგიები და ეგეც არ ვიცი და ეხლა ორი ფსიქოლოგიაში მყოფი უნივერსიტეტი, ხო? და აქედან აი არც ერთი არ მუშაობ ეხლა აი კონკრეტულად რა. და რა აი უბრალოდ რო ვხედავ ამ ყველაფერს და აი რაღაც აი აქაც მე ეს რაღაც ბრძოლები გიწევს, რაღაც თავის დამკვიდრება, ანუ ეგ ამაში დიდი არაფერი ის არ არის, რაღაც კატასტროფა, მაგრამ აი ეს ერთულად არ უნდა იყოს. თუ მე რაღაცას მეუბნება სისტემა, რომ აი შენ ამას და ამ საფეხურს გაივლი და მე სადმე დაგასაქმე. ეს არის მატერიალურ უზრუნველყოფაზე მაქვს საუბარი. და არა იმაზე, რომ შენ ეს კრეატიულობა შენ თვითონ უნდა იმას აკნა, პირიქით ის ხელს გიშლის ამ ყველაფერში, მაგრამ მოდი ამ იმას გავყვეთ, რომ შენ ანუ როცა ისწავლე, ფული იხადე თუ ასე შემდეგ და რაღაც გეუბნება სისტემა, რომ შენ ამას თუ გააკეთებ ამას ესე და ესე მოყვება, არ ხდება ეს. აი ყველაზე ცუდი რეალობა არის ეგ, რომ იმ ადამიანმა რომელსაც ნერვი, ფული, ღამეები, ათენა და ეს ყარა, მე ეს ზის და ელოდება იქ რაღაც ვაკანსიას გააგზავნის და შენ როგორც 700 ლარიან. შენ როგორც თქვი, რომ კაცი თუ არ აკავს ამ ეს ხო ხა ჭეშმარიტი რეალობაა, რომ კაცი თუ არ აკავს ამ ქვეყანაში, ნუ მაქსიმუმ რაღაც აი 1000-დან 1500 ლარიან ხელფასზე ისეც დიდი მადლიერებით უნდა იყო. და ანუ ამ ხელფასზეც არ აქვს ლაპარაკი და ის რასაც გეტყვის ის ამ საქმე უნდა აკეთო ის თუ ხარ სიტყვაზე რა ვიცი ხელოვანი და ესთეტიკის წარმომადგენელი და რაღაცა იმების შექმნა არის შენის შეიძლება გითხრას რომ ეს უნდა გამოხვეტო ან ეს მე შოკი უნდა მოვიგდო ზოგზე და ეს უნდა გააკეთო.
ამიტომ არის ეს აღრეულობა რა. ანუ მე განათლებას რო ვიღებ, მაშინ ეს განათლება უნდა მიყვარდეს, უნდა მქონდეს ის რომ შემოყვაროს ამ უნივერსიტეტი იქნება თუ სკოლა. შემიწყოს ხელი რა, ეხლა რაღაც მომცეს. რუბი ჩემი თავი განავითარო რა. განმოვითარო რეალური ცხოვრება აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, ხო? მე რო ვიცი გამრავლების ტაბულა და ფესვის ამოყვანა, მოცემულ მომენტში შეიძლება რაღაც ისეთი მომენტი მოხდეს და ხარტი რაღაც სხვანაირი ტიპის აზროვნება მჭირდებოდეს. რეალობა არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება, არც ერთ საგანმანათლებლო სივრცეში, ხო? ანუ აი ამის ისა დეფიციტი არის. ხო, რეალურ ცხოვრებაში ამოცანებს ჩვენ ხსნით, ცხოვრებას ჩვენ ხსნით და ყველა კითხვაზე სწორი პასუხი ჩვენ უნდა გქონდეს. რასაც არ გვასწავლიან სკოლაში, არ გვასწავლიან უნივერსიტეტში, ანუ აი ცხოვრება გვასწავლეს თვითონ და ჩვენ აი ის რომ მე მაგრად ვსწავლობ სკოლაში და მაგრად ვიცი ყველა საგანი ქუჩაში რომ გამოვდიო უკვე არ ვიცი რა ვაკეთო ანუ ქუჩას მე ამ შემთხვევაში შავი გაგების არ გულისხმობ ქუჩას ვეძახი ცხოვრება რა ანუ გამოდიხარ სადაც ხალხს ხვდები ცხოვრება არის ეგ რომ აი მასა აი მაგალითად ეხა უცებ ეგეც უნდა ვთქვა რომ აი სკოლის ამბები რა ანუ საჯარო სკოლაში ხო სრული აღრევა ხდება თუმცა ჩემი აზრით მაინც საჯარო სკოლაში ჯობს ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ შვილი რომ მიიყვანოს ადამიანმა იმიტომ რომ იქ ყველა ტიპის ადამიანს გაიცნობს ანუ სოციალიზაციის ამბავში ის იქ ნახავს შავს, თეთრს და ნაცრისფერს. ანუ ყველანაირ ადამიანის კატეგორიას შეხვდება და ისწავლის ცხოვრებას საჯაროში. განათლებას წიგნებიდან სწავლობს. უკვე სახლში უნდა ასწავლოს მშობელმა. საჯაროში ვერ მიიღებს ისეც. მაგის ფონზე არის კერძო სკოლები. კერძო ეხა რამდენიმე არ მინდა ესეც რეკლამას ჩაითვალოს, არის ერთი ძალიან კარგი სკოლა, ჩვენ რო საუბრობდით, რომ ეს ოკეი, მაგრამ ამის იქით არის კერძო სკოლები, სადაც ძალიან დიდ თანხას იხდი, იქ ბევრ რაღაცას გასწავლიან, პატარა ბავშვს, აი წარმოიდგინოთ, რომ აი 10 საათზე რო სკოლაში მოყავს სახში 7 საათზე და გადაღლილია იმწრე, ისწრე, ჭადრაკი, ცურვა, ცეკვა ფარიკაობა, ხატვა, ანუ ყველა ფერში ერთად არის ეს ბავშვი, დაკავს და იქ არიან, ანუ კერძო სკოლაში ძალიან დიდია გადასახადი, არის ყველა ერთნაირი ფენის. ანუ ეს ბავშვი იქ სხვანაირ ადამიანებს ხედავს რა, აი, რომელსაც ნაკლებად უჭირს, ნაკლები, ანუ განსხვავებულებიან ყოველ შემთხვევაში. რაღაცა სასათურე სივრცეში. ხო, აი რაღაცნაირად, ხო ეგრე იზრდება, ხო, აი ბამბებში თითქოს. და ის რომ ამ სკოლას მორჩება, მაშინ ანუ საქართველოში არც ერთი აღარ უნდა დარჩეს რა და ყველა სხვა ქვეყანაში უნდა წავიდეს და იქ გააგრძელოს, რომ იქ სხვაგან ჩამოყალიბდეს და სხვა რეალობაში იყოს, იმიტომ რომ იმ სკოლას რომ მორჩება და რომ გამოვა და მე ჩააბარებს იმ უნივერსიტეტში, საერთო უნივერსიტეტში. ხო, აი და ვიღაცა რომ აი ხო, აი სადღაცას ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდება თვითონ, იმიტომ რომ მან არ იცის რეალური ცხოვრება და კერძოში რომ დაკავს ფულს იხდი და დროს. იმის იქეთ აი ცხოვრებას ბავშვი ვერ სწავლობს, ანუ ვერ ნახულობს რამდენად ბევრი განსხვავებული ადამიანი შეიძლება არსებობდეს სამყაროში. მე პირადად კლასში ხა მაშინ კერძო სკოლაში თითქმის არ იყო. მე კლასში 30 ბავშვი რო ვიყავით, ყველანაირი გაგების, ყველანაირი მენტალიტეტის, ყველანაირი, ანუ ვიღაცას ფიზიკური ნაკლი ქონდა, ვიღაცას გონება, მაგრამ ერთად ანუ მაშინ რო ეს არ არსებობდა სხვა აუტიზმი და რაღაცები ხვდები, აი რაღაცა ესე და უბრალოდ დებილიას რო ეძახდნენ, ანუ ვიღაცა აგრესიული, ანუ ყველა კატეგორია სოციუმის დანახი მყავდა და უნივერსიტეტში რომ მივედი, ბოლომდე მზად მაინც არ ვიყავი, თუმცა რაღაცეები აი ის მქონდა რა, საძირკველი რომ მე ვიცი რომ ვიღაცა შეიძლება შავი იყოს, ვიღაცა თეთრი იყოს, მაგრამ არაფერს არ გვიშლის რა. მეც არ ვარ იდეალური. და იქიდან რომ გამოდიღე კოლბიდან რომ ბავშვი გამოდის, აი მან ცოტა მისთვის არის რთული მე ცხოვრების სწავლა, იმიტომ რომ ცხოვრება და რეალობა საერთოდ სხვა არის, განათლება სხვა რამეა. და ეხლა არ მინდა ის გამოვიდეს, რომ განათლება არა, პირიქით, ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი უნდა იყოს. ანუ სწორად მიღებული განათლება რო არა აქვს ერს, მაგიტო ვართ ამ დღეში, იმიტომ რომ ეხლა მართლა ქუჩაში 10-დან 10 რო ანუ 10-დან 10 ალბათ გეტყვის რო გააჩერო, რომ უნივერსიტეტი ყველას დამთავრებული ექნება. აი ყველას ექნება დამთავრებული და ტაქსი კი
და ტაქსისტებს მართლა ორი დიპლომი როქვთ. ანუ რაში გვჭირდება ეგეთი განათლება, როცა არ არის გააზრებული და არ არის ის, რაც შენ იცი, რომ გინდა აკეთო და რაც გამოგდის. და მასაზე და სისტემის მიერ მორგებული ერთ პერიოდი ბუმი იყო იურისტების და ბიზნესმენების. მერე იყო რაღაცა კომპიუტერი და ინგლისური და ხო, და ანუ კომპიუტერი და ინგლისური გეგონება ყველაფერზე მიდიოდა. ხო და ნელ-ნელა ბუმი არის რა რაღაცების, რასაც უნდა შეეტენო და მე მილიონ ადამიანს რო აქ ეს მე რატო ვერ საქმდები? იმიტომ რომ 10 კაცი იქიდან და დანარჩენი დეპრესია, მე აი ხო, აი კაი მომენტამდე მივიდეთ. აი ამას რომ მოუკრათ რა ამ თემას თავი. ანუ თავი მესიჯი რაც ახლა წამოვიდა აქ არის ის, რომ განათლების სისტემა აბსოლუტურად აცელილი არის რეალურ ცხოვრებას. აი აბსოლუტურად არანაირი თანხმედრა არის განათლების სისტემაში. 2x2 4 არის, ეს არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ცხოვრება იცი. ხო და ანუ მე ეს დეპრესიები, მე ეს რაღაცა ბევრი რაღაც ცუდი მომენტები და რაღაცა კრიტიკულ ზღვრამდე მისვლა, რომ მე ამდენი ვისწავლე რაღაცა ეს ეგზისტენციალური კრიზისი, რომ მე ვერ მუშაობ. აი წარმოგიდგენთ, რომ მე გამოვიმუშავე რაღაცა ინსტრუმენტი შევქმენი, რაღაცა ავიღოთ მაგალითად ხმალი მომცეს რა, აი ამდენი წლის მერე და გავედი და არც საომარი არაფერი, ანუ ასპარეზი არა მაქვს ამ შემთხვევაში, ხო? დავრჩი, ანუ აი ესე რა და ამ შემთხვევაში ანუ ეგ არის რა კიდე რა მინდა რომ აი სანამ ბოლოსკენ გავალთ აი კრიტიკულ აზროვნებას რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია აი წეგანის ფინური და სკანდინავიური სკოლები რო ახსენე ხო იქ ბავშვი რო სვავს სიტყვაზე ბავშვი რო ასწავლიან 2x2 არის 4 და ბავშვმა დასვას კითხვა რატომ აუცილებლად იმას იზამენ აუხსნიან ან აცდიან რომ რაღაცა აჩვენებენ ხო ესო არის ორი ჭიქა ერთად დავთვალოთ 4-ია მინიმუმ რაღაცა ძალიან ისე ლამაზად და ისე ბავშვისთვის მისაღებად ამ ყველაფერს მიაწვდიან აქ გეუბნებიან რომ 2x2 არის 4 და მორჩა გათავდა რა ანუ არ გვაინტერესებს ის უნდა ისწავლო ქიმია იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რაღაცა ეს უნდა გააკეთო იმიტომ რომ ტენდენციაა და ამ დროს გამოდიხარ რაღაც პროდუქტი გაურკვეველი პროდუქტი რომელიც წარმოდგენა არ აქვს და რაც ყველაზე მთავარია რა აი აქიდან იკვრება ზუსტად მასა კრიტიკული აზროვნება რო არა ხო ანუ ზუსტად აი აქ დევს ის სათავე დღეს მაგიტო გვაქვს ეს თემა იმიტომ რომ განათლება ერთ-ერთი არა უპირველესი მომენტია როგორ ყალიბდება მასა როგორ ყალიბდება კომპრომისი ანუ ყველაფერში და ყველაფერზე რო იწახის რომ აი ესე კი და დიახ და ან მსგავსი ტიპის რაღაცა რო თუ ადამიანს შენ კრიტიკულ აზროვნებას ბავშვ მით უმეტეს მოუკლავ და ეუბნები რომ 2x2 აი 4-ია და ესე არის და გინდა 5-ია და 6-ია იმიტომ რომ მე ვამბობ ამას ხდება მორჩილი მუშა რომელიც 9-დან 9-მდე არის იმ თავის ქარხანაში თუ სადღაც და არანაირი კრიტიკული მუშაობს სახელმწიფოსთვის ოღონდ სახელმწიფოსთვის მუშაობს ქვეყნისთვის ვერ მუშაობს ანუ ქვეყანა წინ ვერ მიდის კონკრეტული ადამიანები მიდიან ამის მუშაობით წინ სახელმწიფოსთვის მუშაობს, არანაირი კრიტიკული მომენტები არ აქვს, ის მე არ ვიძახი, რომ გამოვიდეს და რევოლუცია მოაწყოს. უბრალოდ რაღაცა რო არ მოსწონს სიტყვაზე თავის ხელფასი, თავის მდგომარეობა, თავის სამუშაო საათები. წუწუნებს და უბრალოდ ოჯახში შეიძლება ვიღაცას ეჭვი. უია, ესე და ესე, მაგრამ ამ იმის წინააღმდეგობის გაწევის და რაღაც ინტელექტუალური იმის პაექრობის არა აქვს რა, იმიტომ რომ არის აი ესე ჭანჭიკი არის რა. კი, სისტემის ნაწილია, რომელიც აქცია ჯერ ოჯახმა, მერე სკოლამ და მე უკვე საკუთარმა თავმა და ხო აი ყველა აი ძალიან მტკივნეული ალბათ უკვე აი ცოტა ასაკში რო ადამიანი და უკან მოიხედავს და რომ მიხვდება რომ თავის ცხოვრებით საერთოდ არ უცხოვრია, იმიტომ რომ მე ასაკში ძალიან რთულია შენი ცხოვრება მიხვდე რა არის და შენი თავი დაიბრუნო, ასე რომ განათლება არის უპირველესი და უნდა იყოს სწორი განათლება ჩვენ ქვეყანაში. და გააზრებული განათლება უნდა იყოს და ამაში პირველ რიგში ჩვენმა ოჯახმა უნდა შეგვიწყოს ყველას ხელი, ჩვენმა თავებმა უნდა შეგვიწყოს ხელი და სახელმწიფომ რა თქმა უნდა ხელი უნდა შეგვიწყოს და ეს ყველაფერი აი ხო არ უნდა იყოს კომუნისტური წყობილების გაგრძელება, რაც სამწუხაროდ დღემდე ეგრეა. კი. და ჩემს ეს ბოლო მესიჯი იქნება, რომ წიგნებს კითხვა არ არის მთავარი კითხვა არის რომ ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს ყოველგვარი ცენზურის და დოგმატიკის გარშე დაუსვათ კითხვა მთავარი ანუ კითხვა უნდა დაისვას ყოველთვის რატო რისთვის როგორ რა აი კრიტიკული აზროვნება სხვანაირად არ ყალიბდება ის რომ გავიგე 2x2 4-ია მაგრამ უფრო ღრმად მინდა უფრო შინაგანად მინდა აი ეს პროცესში მე თვითონ შევიდე და გავიგო ეს ყველაფერი და ვიღაცა რომ მეუბნებ რომ ეს ესეა და შაბლონია ხო ეგ არ მაკმაყოფილებს და მუდმივად უნდა დავსვო კითხვა რა და აი ჩემი ამოსავალი წერტილი ანუ განათლება არის ზუსტად არცოდნაში
მოცემული ცოდნა და შაბლონი არის უბრალოდ გარობოტება ადამიანის. როცა მუდმივ წყურვილი გაქვს და შიმშილი გაქვს, ამ აი არც ცოდნიდან გამომდინარე, ხო? მუდმივად შემეცნებაში იქნება და თუ იტყვი რომ აგერ აი ეს მომცემს, რავი, თავრობა იქნება თუ საგანმანათლებლო სისტემა თუ ასე შემდეგ, რომ აი სამზარეულად მე რაღაც განმანათლებს, ხო? უკვე რაღაცა რობოტიზმისკენ აგვაქვს გეზი აღებული. ნამდვილად დაგემშვიდობებით და ბოლოში კიდევ მადლობა მეგობრებო. დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენს მეგობრებს და სიუცეს რა თქმა. ჩვენი ახალი ლამაზი ფონის და გამო. და მოგვიწონეთ და დაგვას აუ, subscribe. ხო ეგ სულ გავიწყდება და დალაიქეთ, დაასაბსკრაიბეთ, დააზარისხილაკეთ და აი რა მაგრამ წინს. მეც მაგრამ წინს. დროებით. დროებით.